მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. თუ ეს გასვლა შეხვდათ, ეს ნიშნავს, რომ საყვარლის სრულსაც გზავნილი ზუსტად ახლა გაიგოთ და ამ წამს მოისმინოთ. მოდით გავხსნათ ბარათები და ვნახოთ, რა იყო, რა არის და რა იქნება თქვენს შორის, ჩემო ძვირფასებო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის ტაროს სიმბოლური და ენერგეტიკული ინტერპრეტაცია ჩემი მხრიდან თქვენთვის, სადაც მე ვკითხულობ მხოლოდ იმას, რასაც ბარათები მე მაჩვენებენ. ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩემო ძვირფასებო, მხოლოდ თქვენს თავისუფალნებაზე და შეხედულებებზეა დამოკიდებული. და გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ ჩემო კარგებო და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა და არა პირადი გაშლა. პირად გაშლაში, რა თქმა უნდა, უფრო დეტალურად და უფრო, ესე ვთქვათ, სიღრმისეულად გავივლით ბევრ ამას, ბევრ საკითხს და ასე შემდეგ, რაც თქვენთვის საინტერესო იქნება. ეს კი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რასაც ასე ვთქვათ, ენერგეტიკულად მე წავიკითხავ ამ პერიოდში, როდესაც დავიწყებ გაშლას, ხომ? მოდით ჩაიფიქრეთ საკუთარი თავი, პიროვნება და დავიწყოთ გაშლა, თუ რა იყო, რა არის და რა იქნება. სამ ბარათს დავალაგებ სამივე სიტუაციაზე, ანუ წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე და ვნახოთ. აბა ვნახოთ რა იყო, რა არის თქვენ შორის და რა იქნება მომავალში თქვენ ორ შორის. კონცენტრირდით, დამშვიდით და დავიწყოთ გაშლა. რა იყო, რა არის და რა იქნება მომავალში თქვენ ორ შორის. რა იყო, რა არის, რა იქნება. აუქნა ისინა დავალაგო. რა იქნება, ნახეთ როგორია. ფონური სიტუაცია თქვენ ორ შორის. მგონი არ ჩანს, მაგრამ დავასახელებ ბარათებს ისე, რომ თქვენ იცოდეთ, რას ვხსნი და რას, ასე ვთქვათ, ვკითხულობ თქვენთვის. მოდით ამ ფონურ ბარათს ესე დავდებ წესდერიგით, ესე უფრო უნდა ჩანდეს, ხო? რვიანი ხმლები როა კი, ესე უფრო ჩანს. ეს სამი ბარათი საერთოდ არ ჩანს, მოკლედ, კარგით ამ სამ ბარათს ბოლოში რო გავშლი მომავალს, აუცილებლად ამოვწევ ზემოთ. მოკლედ, როგორც ასეთი, რა იყო, რა არის და რა იქნება, საერთო ჯამში ამ მთლიანად სამი კითხვის, რომელიც ეხება წარსულს, აწმყოს და მომავალს, ფონური ენერგია, რომელიც მოსავს არის რვიანი ხმლები და ეს ფონური ენერგია, რვიანი ხმალი, რას მეუბნება, რომ ეს არის გონებრივი ლაბირინთი, თითქოს ესე ვთქვათ, თვალებზე ბინდი გადევთ ორივე სამ ურთიერთობაში და თითქოს აი სივრცე, როგორც ასეთი, აი ვიწოვდებოდეს თქვენთვის, ხვდებით, ანუ ადამიანი ვერ ხედავს გამოსავალს, რადგან გონება უშვებს ერთსა და იმავე წრეს, ანუ თქვენს ურთიერთობაში ერთსა და იმავე სატრიალებს, ანუ და ერთსა და იმავე ფიქრის ხაფანგში, ესე ვთქვათ, იმყოფებით. ანუ ეს არის შიში, გადაწყვეტილების მიღების, ეს არის გაბედვის შიში, ნაბიჯების შიში, თითქოს ყველაფერი არის ჩახშობილი, ხო? სურვილიც, აზრიც, გზაც, ხო, მათ შორის, მაგრამ რვიანი ხმალი ყოველთვის გვახსენებს რას, რომ შეზღუდვა უფრო შინაგანი და ფსიქოლოგიურია, ვიდრე რეალური, ასეა ეს ჩემო ძვირფასებო. კარები, ასე ვთქვათ, არ არის ჩაკეტილი და დახშული, როგორც ასეთი, უბრალოდ ძნელია სიმართლისკენ თვალის, ესე ვთქვათ, აი სიმართლესთან თვალის გასწორება, უпростоრად, ხო? რა იყო თქვენ შორის, როგორც ასეთი, მეუბნება ბარათ წარსულის თემებთან მიმართებაში ხუთიანი ხმლები, პენტაკლების პაჟი და სამართლიანობის ბარათი. ეს ტრიპლეტი მკვეთრი და პირდაპირია იმ კითხვასთან, რაც ასე ვთქვათ, დაისვა, თუ რა იყო, ხო? ხუთიანი ხმლები არის კონფლიქტები, ჯიბრი ერთმანეთთან მიმართებაში, თითქოს აი გამარჯვება აღონდ რის ფასად, ხო, ერთმანეთს გულს ტკენდით და ტკივილიანი გამარჯვების ბარათია, ხო? აქ გამარჯვებაში შესაძლოა მიღწეულ იქნეს, მაგრამ აი გემო ვერ ჩაატანო, ხო? აი ესეთი გამარჯვება იყოს. ეს იყო პერიოდი თქვენ ურთიერთობაში, სადაც სიტყვებმა
ერთმანეთი ესე ვთქვათ თქვენმა სიტყვებმა ერთმანეთი ესე გაგანადგურებინათ, ანუ დაგჭრათ ერთმანეთი, ან ტკივილიანი სიტყვები ერთმანეთთან მიმართებაში, თქვენი სიამაყე და ეგო მართავდა თითქოს თქვენს გონებას იმ მომენტში და აი ერთმანეთს ასე ვთქვათ ენაუძლუაო რო იტყვიან, ისე ეუბნებოდეთ იმ სიტყვებს, რაც არ უნდა გეთქვათ ერთმანეთისთვის, მაგრამ ასე ვთქვათ აი აქედან გამომდინარე ხო თქვენ ორ შორის დაიკარგა სიტყვო, ერთიანობა, თანხმობა, სოლიდარობა, ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა, ხო? პენტაკლების პაჟი როგორც ასეთი, ხო? აი აქ შემიძლია წავიკითხო როგორც და ახალგაზრდა დაუცველი ენერგია, ხო? რაღაც ახალი იწყებოდა თქვენ ორ შორის, ეს იყო იდეა, სიყვარული, გრძნობა, თუნდაც რამე საერთო საქმე, ხო, მაგრამ ეს არის აი როგორ გითხრათ, ეს აი სწორად დავალაგებ, ეს ახალი რაღაც იდეა თუ ჩანასახი მოხდა არასწორ ასე ვთქვათ მიმართულებაში, ხო, თითქოს ადამიანმა ვერ დაიცვა თავისი, ესე ვთქვათ, ნაზი გრძნობები, კონფლიქტების და ჭიდილის ფონზე, რაც თქვენ ორ შორის მიმდინარეობდა. სამართლიანობა ეს არის მესამე ბარათი და მეუბნება, რომ ეს არის წარსულის შედეგი, ყველაფერი, რაც აი ამ პერიოდში მოხდა, იყო სამართლებრივი და კარმული ბალანსის გამოტანა გარეთ, ანუ სამყარომ რა თქვა ამ მომენტში, ხო, ამ პერიოდში, რომ რასაც დასთეს, იმას მიიღებ, ანუ რაც დათესე, იმას იღებ, ხო? აქ იყო გაკვეთილი თქვენ ორ შორის, რომელიც იყო კაცრი და პრაქტიკული, ხო? იქნებოდა ეს ურთიერთობა, საქმე, ფინანსები თუ პიროვნული გზა სამართლიანობამ დახურა წრე, ისე როგორც საჭირო იყო თქვენ ორ შორის. ეს ტრიპლეტი, ტრიადა, რას გვეუბნება. პირველი ფაზა იყო ბრძოლა, შემდეგ ახალი დასაწყისის მცდელობა, ხოლო საბოლოოდ, აი ეს იყო, ასე ვთქვათ, ბრძოლები, ახალი საწყისის მცდელობა და საბოლოოდ ბალანსის აღდგენა. სამყარომ წესრიგი დააბრუნა, თუმცა ეს პროცესი მტკივნეული აღმოჩნდა თქვენ ორ შორის, ხო? რა არის ამჟამად? იმპერატორის ბარათი, 4-იანი პენტაკლები და 3-იანი კვერთხები. ახლა ენერგია მკაცრად ესე ვთქვათ და ზუსტად არის დასტაბილურებული, აი ხისტად რო არის, ხო? სტაბილიზაციაში მოყვანილი. იმპერატორი არის ძალაუფლება, სტრუქტურა, კონტროლი. ახლა ადამიანი ცდილობს ემოციები წესრიგში მოიყვანოს, საკუთარი სამყარო ააშენოს წესებით და საზღვრებით თუნდაც, ხომ? შეიძლება იყოს პიროვნება, რომელიც ყველაფერს მართავს, არ ვიცი, შეიძლება პიროვნება იმპერატორიდან გამომდინარე, ეხა როგორ გითხრათ რა, აქ უფრო მე ვხედავ რას, იცით, რომ შეიძლება რაღაც სტაბილური პიროვნება, რომელმაც უკვე თავისი, ესე ვთქვათ, სამყარო ააშენა, რომელსაც აქვს თავისი სტაბილური, ასე ვთქვათ, აი როგორ გითხრათ, სტაბილური მდგომარეობა დღევანდელ ცხოვრებაში, აქვს თავის სტაბილური სამსახური, თავის სტაბილური სკამი, როგორც ასეთი, როგორც იტყვიან, ხო? და აი როგორც ყველაფერი, როგორც ასე ვთქვათ, აი ამ პიროვნებამ ისწავლა საკუთარი ემოციების კონტროლი იმპერატორიდან გამომდინარე, რადგან წარსულს რო გადახედავდა, ანუ აი ხუთიანი ხმლები ფაქტობრივად მის და გამომდინარე შეიძლება მოდიოდეს, ეს ჩვენ თქვენი ჭხუბები და გაუგებრობები, ცოტა რთული ხასიათის პიროვნება, იმიტომ იმპერატორის ჩრდილოვანი მხარე ძალიან ესე ვთქვათ ბნელი მხარეა, როგორც არის დადებითი საერთო ჯამში, ასევე არის უარყოფითი და აქედან გამომდინარე ამ პიროვნებამ დაიწყო საკუთარი სამყაროს აშენება, საკუთარი საზღვრების დაცვით და წესებით და ასე ვთქვათ უფრო კონტროლირებულად, ანუ აკონტროლებს თავის ემოციებს, ქცევებს, სიტყვებს და მოკლედ თავს საზღვრები დაუწესა. 4-იანი პენტაკლები არის აი როგორ გითხრათ, აი აქ როგორც ასეთი, ხო? საერთო ჯამში ძალიან ისეთი ჩაჭიდების ბარათია 4-იანი პენტაკლები, ნუ აი აქ როგორც ინტერპრეტირებს, აი რა გააკეთოს, რომ როგორმე ჩაეტიოს ისევ იმ კარებში, საიდანაც თქვათ გამოვიდა, ხო? მაგრამ აი საკუთარი რესურსის და სიყვარულის სტატუსის დაკარგვის შიში გააჩნია, ხო, პიროვნებას თითქოს რაც დარჩა, აი მას ესე ვთქვათ რკინის ხელებით რო უჭირავს რა, აი ესეთი მდგომარეობა. უსაფრთხოება პრიორიტეტად იქცა ამ პიროვნებისთვის და ზედმეტად ჩაკეტვა, რომელიც ასე ვთქვათ, აი ამ პიროვნებამ საზღვრები რო დაიწესა, ზედმეტად ჩაიკეტა და ეს ჩაკეტვა მის ასე ვთქვათ ზრდას უშლის ხელს, ხვდებით ხო, რასაც ვიძახი. 3-იანი კვერთხები
რას მეუბნება, ხო? და მაინც ჰორიზონტი ფართოვდება, მოდი ასე ვთქვათ, სამომავლოდ. ზუსტად როგორი კარგად ჩანს ხო პირდაპირ სამიანი კვერთხები და უკვე მომავალზეა საუბარი, ანუ აწმყო რა არის დღევანდელობა და რა იქნება, ხო? აი სამიანი კვერთხები ეგრევე მომავლის ბარათია. აკვე ადამიანის ესე იგი შინაგან სივრცეში იმპულსი ჩდება, უნდა რომ წინიაროს, შესაძლოა გეგმებიც აქვს უკვე ასე ვთქვათ, დალაგებული, მომავალზე ფიქრობს და ახალ მიმართულებაზე ფიქრობს თქვენთან მიმართებაში. თითქოს იმპერატორის მყარი გოდოლის მიღმა დგას აი 1000 შესაძლებლობა და სამიანი კვერთხები ნელ-ნელა აიძულებს ამ რკინის კარს რომ გაიხსნას, ხო? აი რაღაცნაირად. როგორც ასეთი რომ იტყვიან და აი ზუსტად ეს არის შეხედეთ რკინის კარი, რომელიც აქ არის, რომელიც უნდა გაიხსნას და პიროვნება მზად არის ახლა ამ ეტაპისთვის, როდესაც სტაბილურობა შენარჩუნებული აქვს, მაგრამ სულ უკვე რაღაცნაირად უნდა რომ წინ წავიდეს და იმოძრაოს, ხო? დროა, ასე ვთქვათ, აი ეს სტაგნაციური ეს მომენტი, რომელიც მასთან ახლა არის, ანუ ჩაჭიდების ვარიანტში, რომელიც არც წინ მიდის და არც უკან გადაიზარდოს წინ სვლაში. და ასევე აი ეს ბარათები, როგორც ასეთი, აი აქ დავალაგებ ესე. რა იქნება მომავალში, ხო? ეს არის ბარათების სამჟავრო მაგი და ვარსკვლავის ბარათი. ანუ სამი მაღალი არკანია ამ კითხვაში, ხო? რა იქნება? ეს არის ძლიერი გარდამტეხი და სასწაულივით ნათელი მომავალი, რომელიც თქვენ გელოდებათ, ხო? სამჟავრო ეს არის ცხოვრების ახალი ფაზა. ეს ბარათი. განახლება, გაღვიძება თითქოს ადამიანი ერთხელ და საბოლოოდ გაიგებს რა უნდა, ვისგან მოდის, სად მიდის და ასე შემდეგ. ხო, ძველი კარებით დაიხურება, არა ტკივილით, არამედ გააზრებით და გადაწყვეტილება იქნება მისი მხრიდან მიღებული მხნედ და გაცნობიერებულად. მაგი არის საკუთარი ძალის გააქტიურება. აქ ადამიანი უკვე ქმნის მართავს ჯერა საკუთარი უნარებით და შესაძლებლობებით. ეს არის მომენტი, როცა ხელში იჭერს ბეწვის ხიდიც კი მის ხელთ არის, ხვდებით, ანუ და მთელ სამყაროსაც იჭერს. აი რაღაც ესეთი მდგომარეობა ექნება. სიტყვას ქმედება, მოყვება, ფიქს კი რეალიზაცია მისი მხრიდან. ვარსკვლავი არის თბილი, რბილი, სუფთა განკურნების ენერგია, როგორც ასეთი, აი, როცა ხსნის შეგრძნება დაეუფლება, რომ აი, მოკლედ შვება, იგრძნო, გზამკვლევია, ხო, აი ეს ბარათი, ეს არის ნეტარი მომავალი, როგორც აი ზუსტად აი ამ ბარათის მიხედვით დავწერე, ხო, რომ ვუყურებ, რასაც ასე ვთქვათ, გონება მიტაზაც გამიჩნდება, აზრად იმას ვიცახი. ანუ სადაც იმედს უკვე საფუძველი აქვს, ოცნებას, ასე ვთქვათ, ფერები აქვს და გზას ნათელი მოსავს, ხომ? მომავალი აი ამ სამი ბარათის მიხედვით ამბობს რას, რომ აღდგება ძალები, გაიხსნება გზები და ღამე გადადის ვარსკვლავიან განთიადში. ანუ ვარსკვლავები, რომელიც იმედის ნაპერწკლებია, ხო, სიბნელეში, გაანათებს ამ ღამის წყვრდიაც. ამ წარსული იყო, ასე ვთქვათ, როგორც ასეთი შეჯამებით, რომ დავიწყოთ, ხო, სიბრძნის, ბრძოლის და გაკვეთილების სკოლა თქვენს ურთიერთობაში. ნაცვლად იმისა, რომ გამტყდარიყავით თქვენ ამ ურთიერთობაში, არა, პირიქით გამაგრდით თქვენ აქ და ეს იყო კვეთრი გაკვეთილი, რომელიც თქვენ ორივემ კარგად გაიარეთ. ახლა ადამიანი დგას იმპერატორივით მყარად, როგორც აღნიშნეთ, მაგრამ აი როგორ ვთქვათ, ჰორიზონტზე მაინც ასე ვთქვათ, ხედავს თავის მომავალს, აი ჯერჯერობით დღესდღეობით როგორ არის იცი, დალაგებული აქვს გეგმები და თავის ჰორიზონტზე ხედავს მომავალს და თითქოს რაღაც უნაირად ის გეგმები უნდა რომ განახორციელოს და ზუსტად სამიანი კვერთხებიდან გამომდინარე მომავალში უკვე ჩვეულებრივად გამოდის მისი მოქმედებები და აი როგორ გითხრათ, აი როგორ მომავალში კი როგორი გათავისუფლება, აი ძვლებში გასული გათავისუფლება, საკუთარი ძალების აღმოჩენა და ვარსკვლავის ქვეშ დაწერილი ახალი ისტორია გელით ურთიერთობაში და ეს ყველაფერი სხვადასხვა იმპერატორიდან გამომდინარე იქნება, რომელიც აი წარსულში პაჟად მოგვევლინა, მერე იმპერატორად გადაიქცა და მერე უკვე მაგის სახით გვევლინება პიროვნება, ხომ? აი ზუსტად ესეთია ეს ჩემო ძვირფასებო, ჩემი მხრიდან არის მხოლოდ ენერგეტიკული, სიმბოლური ხედვა. კიდევ ერთხელ გთხოვთ გაითვალისწინოთ.
რომ გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ მოგერგებათ თუ არა ეს გაშლა თქვენია თუ არა, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რომ სწორად გადააანალიზოთ, ხო? და შემოძვრფასებოთ, თუ ეს გზავნილი, ასე ვთქვათ, თქვენ სიტუაციასთან რეზონირდა და ძალიან გთხოვთ სწორად შეაფასეთ ის, რასაც მე გეუბნებით, იმიტომ რომ ყველაფერი ვერ იქნება საჯარო გაშლის პირად გაშლაში გადმოსული და ყველას ვერ მოგერგება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ძახი ჩემიაო, მაგრამ ასე არ იქნება, იმიტომ რომ ასეც იყო და პირად გაშლაში რომ მოსულან ჩემთან საერთოდ სულ სხვა შედეგი დაგვიდია და აქედან გამომდინარე, ძალიან გთხოვთ, იყავით გონიერები და ნაცვლად იაზროვნეთ ამ სიტუაციაში, ხო, რა თქვენია და რა არა, მინდა რომ მკვეთრად და ნათელი გონებით და ხისტად, ასე ვთქვათ, მოირგოთ. შემოძვირფასებო, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ისის მთვარის ტაროს არხი და სამყაროს კიდევ ბევრი რამ ექნება თქვენთვის სათქმელი მომავალში, რასაც მე თქვენ არასდროს მოგაკლებთ, როგორც ასეთი, სანამ პირში სული მიდგასო რო იტყვიან, ხომ? და სანამ მე ამ სფეროში ვარ, შეიძლება ერთხელაც ხო გათენდეს და გავიდეს საერთოდ, იმიტომ რომ. გისურვებთ მშვიდობას, სოლიდარობას, გულის სიმშვიდეს, ერთიან ენერგიებს და ერთმანეთთან ადამიანურ და თბილ დამოკიდებულებებს შემოძვირფასებო. მშვიდობიან დღეს გისურვებთ და აბა თქვენ იცით, კარგად იყავით.